დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმში რამდენიმე სპორტული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებები ველო მარათონით დაიწყო და ყინულის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატით დასრულდა. 26 მაისისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები ველო მარათონით გაიხსნა. აჭარის ნაკრების წევრებმა სტარტი ახალ ბულვარში აიღეს. 5 კილომეტრიანი მონაკვეთის ფინალური ხაზი პირველმა სულხან ახმაევმა გადალახა და გამარჯვებაც მოიპოვა. დაახლოებით 1 წელი ვარ ამ სპორტით დაკავებული, ძალიან მომწონს. შემდეგშიც გავნაგზნობ ვარჯიშებს და მინდა რომ გამოვიდე ველოსპორტზე. ეს არის ნამდვილი ყველაზე ვაჟკაცური სპორტი, მამაკაცური როგორც ჰოკეია. რუსულად რომ ღებიან ჰოკეი ბლამუშინ ისია ველოსპორტი. ველოსპორტია, მაგრამ ველოსპორტი არის ყველაზე ამხანაგური, ყველაზე მეგობრული სპორტი. ჯანსაღის ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. საომავლოდ რომ ახალგაზრდები მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ამ ცხოვრების წესში და ეს იქნება ერთგვარი მაგალითი საქართველოს დამოუკიდებლობის, გამთლიანებისა და გაძლიერებისა. მაშინ როცა ველომბრბორელებს აჯილდოვებდნენ 6 მაისის პარკში, ძლეოსნები გარბენისთვის ემზადებოდნენ. შეჯიბრში 200-მდე პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენი მონაწილეობდა. 1 კილომეტრიანი დისტანცია მინიმალურ დროში დაფარა და პირველი ადგილი მოიპოვა გოდერძი კილაძემ. გოგონებში კი საუკეთესო შედეგი აგატა ჩიბურდანიძეს ჰქონდა. ძლიერი კონკურენტები არ მყავდა, მიხარია რომ გავიმარჯვე და კლუბი ატლეტიკო გილოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან გამიხარდა დღევანდელ დღეს მონაწილეობა მივიღე. გავიმარჯვე, ეს ჩემი მესამე გამარჯვება არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღესადმი მიძღვნილი გარბენი. ბიჭებში ჩავატარეთ კილომეტრიანი გარბენი, გოგონებში 500 მეტრიანი გარბენი. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. გამარჯვებულები დააჯილდოვა სპორტის დეპარტამენტმა და ასევე სასპორტო სკოლის ხელმძღვანელობა. 6 მაისის პარკში შეკრებილებს ქართული საბრძოლო ხელოვნება უჩვენეს შავფაროსნებმა. 1 საათზე მეთხარს გაგრძელდა ტურნირი არეულ კრევში. პარალელურად კი გაიმართა ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში. მოხალისეები ჩაერთვნენ კლავჭიდის ტურნირში. ეს შეჯიბრებები ტრადიციულად ყოველი წლის 26 მაისს იმართება. საზეიმო ღონისძიებებში პროფესიონალ სპორტსმენებთან ერთად მოყვარულებიც მონაწილეობდნენ. სპორტულ სანახაობებს არც მაყურებელი აკლდა. ჩემი ოცნება იყო საქართველოში მოვხვედრილიყავი. აქ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ჩამოვედი. მიხარია რომ ბათუმში ყოფნა ეროვნულ დღესასწაულს დაემთხვა. ძალიან მომწონს ყველაფერი, რასაც ვუყურებ. მიზანი არის რომ უფრო მეტი პოპულარული გახდეს კლავჭიდი და სასიხარულო რომ რამოდენიმე ახალგაზრდა ბიჭი ქუჩიდან მოვიდა რომ ხელი გადაეწია დღეს და გამოდიან კიდე პროფესიონალები. ახალისებენ ტურნირი იყო და ამიტომ არ ვიბრძოდით ისეთ თავდადებით, როგორც შეგვიძლია წარმოაჩინოთ საკუთარი თავი ტურნირებზე და საბოლოოდ მაინც კარგი გამოვიდა. დამოუკიდებლობის დღე გალა კონცერტით აღნიშნეს ბათუმის სპორტულ ახალგაზრდულ ცენტრში. დღესვე ფიგურულ ფიგურაობაში საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ძალიან მიხარია რომ საერთოდ ქალაქ ბათუმში დადიან ბავშვები ფიგურულ ფიგურაობაზე. გუშინ ჩატარდა ქალაქ ბათუმში აჭარის ღია პირველობის შეჯიბრი. ძალიან გვიხაროდა. ბათუმის გუნდისთვის წარმატებული იყო ჩემპიონატი, 2 ოქროს მედალოსანი გვყავს, ბრინჯაოსა და ბრონზოს მედალოსნები. ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმისი, რომ მომავალში საქართველოს ჩემპიონატში ჩვენი სპორტსმენები მიაღწევენ წარმატებებს. გაიმართა გალა კონცერტი, ძალიან ლამაზი ღონისძიება გამოვიდა ბათუმელებისთვის, ვფიქრობ ძალიან მოეწონათ. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობდა შეჯიბრი. თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის საცხოვრებელ სკოლების აღსაძელები იღებდნენ მონაწილეობას. ტურნირი სპორტის ერთამდე სახეობაში ჩატარდა. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ღონისძიებები ბათუმის ბულვარსა და 6 მაისის პარკში ღია ცის ქვეშ გაიმართა.